მსოფლიო ჩემპიონი კრისტალბეტზე. დააგროვე გათამაშების ბილეთები დეპოზიტით და სპორტზე დადებული ფსონებით. და მოიგე 10 ავტომობილიდან ერთ-ერთი. კრისტალბეტი, მუდამ ნომერი პირველი. კი. გამარჯობა. მოგესალმებით ყველას. დღეს მორიგი გათამაშება, კრისტალბეტის გათამაშება, მსოფლიო ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატიც დასასრულს ახლოვდება და ჩვენ დღეის შემდეგ კიდევ ორი გათამაშება დაგვრჩება და ერთად გავარკვევთ ჩვენ მსოფლიო ჩემპიონებსაც და იქ ამერიკაში რა თამაშების ვიდის იმის მსოფლიო ჩემპიონებსაც. დღევანდელი გათამაშების პრიზები უსრელი გახლავთ 5000 ლარი, 10000 ლარი და ალფა რომეო სტელვიო. და მიხარია შენ რა თქვი სწორად? ფერზე არ ვკამათო, თეთრია. არა ჩაულებრივი ფერია. თეთრია. ხო. და მაგიტომაც მეც თეთრები. დავიწყე. ავტომობილს სტელვიოს რომ თეთრები მწმოდა. და ამ გათამაშების ფარგლებში მე შეგახსენებთ რომ ჯამში 10 ავტომობილი და ფულადი პრიზები თამაშდება, ძალიან მარტივად გროვდება ბილეთები დოლარში, 20 ლარიანი დეპოზიტი უდრის 1 ბილეთს და 5 ლარიანი ფსონის სპორტზე უდრის 1 ბილეთს. აქედან გამომდინარე, სწორედ აი ასე დაგროვდა ამ დოლარში სავსე გათამაშების ბილეთები, რომელთაგან 3-ს გამოვავლენთ დღეს 3 გამარჯვებულს. პირველი გამარჯვებული მოიგებს 5000 ლარს, მეორე გამარჯვებული მოიგებს 10000 ლარს და მესამე უკვე როგორც აღნიშნეთ იქნება ალფა რომეო სტელვიო თეთრი ფერის არაჩვეულებრივი. ახლა როგორც ხედავთ, ბატონმა დიმიტრიმ უკვე პირველი ნომერი ამოიღო უნდა. M საათში. M წუთში და გავიგებ თუ ვინ გახდება 5000 ლარის მფლობელი. სულ რამდენიმე წამში. ვინ არის ის იღბლიანი, ასე რომ ვთქვათ. აბა ვის გავახარებთ დღეს? ნახოთ. თავარი წესი რა თქმა უნდა უცვლელია, უნდა გიპასუხოთ ტელეფონზე და შედგეს უნდა კონტაქტი და გაგესაუბროთ. დავიწყეთ. 5 9 3 2 0 4 აჰა, წავიდა. ეგ არის. აბა. όλო სამწუხაროს სახელი დაგავიწყდა. აუ, გამომშე შემდეგ. მაგრამ თავიდან რომ გამოშვით, შევზე ბევრად მაღალი იყავით. ეხლა რა ჩამოიწე. იმიტომ რომ აი ესე ჩამოვიდარება. აი. მეთქი ხო არ მეჩვენე. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ბრძანდებით? აღამიჩად რომელი? დიმიტრი ობოლაძე და მარიამ სანოგო გაწუხებთ კრისტალბეტის გათამაშებიდან მსოფლიო ჩემპიონი. გეხსმენიათ ალბათ. მოგესალმებით. საქმეა თქვენი სახელი გითხარით პირველ რიგში? რობერტი მქრია. რობერტ, სად იმყოფებით? თბილისში ხართ, სხვა ქალაქში ხართ, ოჯახში ხართ? თბილისში ვარ, ოჯახში. სახლში. არიან სახლში? წევრები ოჯახის. კი. ყველას მოკითხვა გადაეცით და სიამოვნებით მინდა გამცნოთ, რომ თქვენ მოიგეთ 5000 ლარი. გილოცავთ. მადლობთ. აბა რობერტ, წარმატებები, ჯანმრთელობა, კარგად ყოფნა, მეგიერება და აბა ხედა აბა ხო. და სანუდა მივიდეო? კრისტალბეტში. კრისტალბეტის გათამაშება მსოფლიოს ჩემპიონი. 5000 ლარი მოიგეთ ბატონო რობერტ. ჩაგერიცხებათ კრისტალბეტის ანგარიში. დიახ. ახონდის კარგად ჟონდებოდეთ. ოჯახი მოგიკითხეთ, აბა ხედა აბა ხო. გილოცავთ. კარგად იტავით, მადლობთ. პირველი 5000 ოდიში ბატონო რობერტ რომ გაგაღვიძეთ. ოდიში. აშკარად. პირველი 5000 ლარი უკვე გავათამაშეთ, როგორც ხედავთ და ახლა დადგა ჯერი რომ გავათამაშოთ უკვე 10000 ლარი. საინტერესოა მეორე იღბლიანი ვინ იქნება? რადგანაც უკვე ახლოვდება სულ რამდენიმე წამში გავიგებთ. შენი აზრით ეს ნომერიც ესე სწრაფად გვიპასუხებს? რაიო? ეს ნომერიც ასე სწრაფად გვიპასუხებს? მე რა ვიცი, მარიამ, ეგ რო ვიცოდე. და მსოფლიო ჩემპიონი ვინ გახდება, ეგეც რო ვიცოდე ხო საერთოდ. ხო და აი აბა გისმენთ რა ვარაუდები. წარმოდგენა არა მაგ ისეთი ნახე, ფრანგები არიან ყველაზე გამოკვეთილი ფავორიტები. მაგრამ ნახევარ ფინალში რა მოხდება, კაცს მარიცი, ჩემ მარიამ. ესპანეთი, საფრანგეთი, არგენტინა, ინგლისი. საინტერესო თამაშები გველის ნამდვილად. მე პირადად მაინც საფრანგეთს გულშემატკივრო. მეკუთვნის, მაგრამ ნახოთ. არავის გამარჯვება არ მეწყინება ნამდვილად. ეგრე მე იმერეთი მეკუთვნის, მაგრამ არ არის. რა გეკუთვნის? იმერეთი. იმერეთი მსოფლიოზე. რატო არა? მარტო. ან ტორპედო ჩემპიონთა ლიგაზე, ან თბილისის დინამო ჩემპიონთა ლიგაზე. ნებისმიერი ქართველი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე. იმერეთი მსოფლიოზე.
თავს გადაიპარსა, რო გავიდეს ქართული გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე. მეოთხე რა ვიცი, გადაპარსა. შეგითხრეს. მე გადაპარსული. ალბათ წლებია გისმენენ უბრალოდ. ხო, გადავოდნენ რა. წავიდა. 5 0 1 2 2 3 როგორც ხედავთ, ბოლო სამი ციფრი არ დავასახელებ. ხოჭა მარიამ. აბონენტს დროებით ვერ დაუკავშირდებით. არ არის კაი. მოგვიანებით ვცადეთ. მოგვიანებით არა, ეხლავე უნდა ვცადოთ, სამწუხაროდ თქვენთვის თუ ჩვენთვის არა ვიცი. 5 0 1 2 2 3 Let's go. აბონენტს დროებით ვერ დაუკავშირდებით. დროებით კი არა, საერთოდ აღარ დაუკავშირდით. ეს არის თანახმად ჩვენ ორჯერ დავრეკეთ ამ ნომერზე, თუმცა ვერ დაუკავშირდით, აქედან გამომდინარე, ახლა დოლარის დატრიალების გარეშე ამოვიღებთ შემდეგ ნომერს და ვცდით, რომ შემდეგმა ადამიანმა მოიგოს 10000 ლარი. აი წერან რომ მკითხე რომ კი ესე ხარა გიბა, იმის ბრალი არის რა, დაანებე რა თავი რა. გაჩერდი. წავიდა. 5 5 8 6 9 7 ბოლო სამი ციფრი აქაც რა თქმა უნდა არ დავასახელე და ამის ცნობა თქვენთვის ძალიან მინდოდა და მინდოდა რომ ეს მითქვა და ესე მიხარია რომ ზედმეტად ვეკავთ და ზედმეტად ვამბობ ამას. საერთოდ არ მიხარია მე. აღზრდեք საქართველო. მიდი, გამარჯობა. როგორ ახარ? გამარჯობა. გვისანი? ბედა. დიმიტრი ობოლაძე და მარიამ სანოგო კრისტალბეტის გათამაშება მსოფლიოს ჩემპიონი მერვე ტაიმია დღეს. მოგესალმებით. კრისტალბეტის გათამაშებიდან გისმენთ. გესმით? ო, გისმენთ. დიმიტრი ობოლაძე და მარიამ სანოგო გაწუხებთ კრისტალბეტის გათამაშება მსოფლიოს ჩემპიონი. კი ბატონო. იცით ამ გათამაშების შესახებ? კი, კაცო. ძალიან კარგი. რა, თქვენი სახელი? კარგი გათამაშება. კახა. კახა. კახა, თბილისში ხარ, სხვა ქალაქში ხარ? თბილისში ვარ. სახლში ხარ? არა. მარტო ხარ? არა, ქუჩაში ვარ. ოდან, ქუჩაში კაია მერე კაცო, ადიხართ. და ჩვენ გვინდა სიამოვნებით რაღაცა საჭესთან ხო არ გიქხა. ძიხართ? გისმენთ ადამიანებს. უთხრა? ახლა მოკლედ პირდაპირ გეუბნები, აღარ მოგასცეთ ქუჩაში რაღაცა, კაი ამბავი გაქვს. კი. შენ მოიგე 10000 ლარი. გილაცა. რამდენი მევიდე? 10. რაში მევიდე? რაშიც დამარჯობ, იმაში მეიგე. 10. ეხლა ჩაგერიცხება კრისტალბეტის ეკაუნტზე 10000 ლარი და წადი და რას გინდა ქენი გაერთე როგორც გინდა ზაფხულია. დიდი მადლობა ბატონო დიდი. გილაცა. კარგად მაქცეულო, კარგად მოკითხვა ყველა შენებს აბაჰე. დიდი მადლობა. კარგად იღავ. დიდი მადლობა. კარგად. დიდი მადლობა ბატონო დიდი. კარგად. მარიამით. კარგად. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონო დიდი. რაშიზოთ ეგრეა, ხო ხედავ. მაგას ვიცი. ამ დროს მე რო ვიყო მარტო შენ დაგელაპარაკები, მე რო. არა, ნუ აი. დიმიტრიმ და შენ რო დამირეკოთ მე, შენ დაგელაპარაკები. აი, ეხა სხვანაირად თუ ხარ. არა, ეხა ესენი ფეხბურთი ხო იცი რა მე. არა, ეხა გასაგებია. აში მევიგეო? ასე გავიწიე რომ არ გითხოვთ ასპარეს. რაიში მევიგეო, კარგი, გაუხარდა ცა. გადაირია ხო? აი ესე, მე მიხარია რომ ადამიანები გამოხატავენ სიხარულს. ამაზე კარგი არაფერი არ არის და აი ხო და უკვე მთავარი მომენტი ახლა ჩვენ უნდა გავათამაშოთ. მოდი აქა. რა უნდა გავათამაშოთ ახლა? ახლა რომ მეოსტელბიო, ვერ დაიმახსოვრე ხო ვერაფრის. ვერ დამიმახსოვრე კი არა. მინდოდა რომ გეთქვა. არა, შენ ვერ იმახსოვრე. აქ მიწერია და ხედავ მშვენივრად. მე მიწერია ყველა ავტომობილის სახელი, იმიტომ რომ ვერ მიმახსოვრე. ეხო არის რომ რაღაცას იმახსოვრებ, თუმცა ეს არის რომეო სტელვიო, ისე გამოიყურება რომ ამისი დავიმახსოვრე, ხედავთ უკვე რა კარგად. არაჩვეულებრივად. აბა ვნახოთ. ზოგი არის მარტო მესი იცის ფეხბურთში. თავარ პრიზ. არა, მესიზე 10 ფეხბურთელის სახელი ვიცი, მეტი ხა ვერ მოვიტყვი. მეტი გეწოდინება დარწმუნებული ვარ. ძველების ჩათვლით? ქართველების ხო არის? ხო, ქართველები, ხო, აი. ასე რომ 10 კი არა ბევრი. კი. მოდი აქა. აბა ეს არის ყველაზე საინტერესო. ყვარახუჩას ხელი ხო ის? დავიწყეთ, აბა. 5 9 7 1 1 3 2 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66 67 68 69 70 71 72 73 74 75 76 77 78 79 80 81 82 83 84 85 86 87 88 89 90 91 92 93 94 95 96 97 98 99 100 101 102 103 104 105 106 107 108 109 110 111 112 113 114 115 116 117 118 119 120 121 122 123 124 125 126 127 128 129 130 131 132 133 134 135 136 137 138 139 140 141 142 143 144 145 146 147 148 149 150 151 152 153 154 155 156 157 158 159
აბა წარმატებები მეგობარო. წარმატებები ნომერზე, რომლის ვინც არ უნდა იყოს შენ? დასახელეთ. ღარიბი თუ მაშვალი? აუცილებლად გვიპასუხეთ, რაც მიდი. თავარია. აბა, სანამ გვიპასუხებენ. ალო, გაუმარჯოს. გამარჯოს. გამარჯობა. როგორ ახართ? კარგად. ვინ განდებით თქვენ? მე ვარ დიმიტრი ობოლაძე და ჩემს გვერდით არის მარიამ სანოგო მოგესალმებით. კრისტალბეთის გათამაშებიდან გირეკავთ სოფლიოს ჩემპიონი. გამარჯობა. კარგი გამარჯობა. თქვენ რა ქვიათ? ალექსანდრე მქვია. ალექსანდრე, სად იმყოფებით ეხლა თქვენ დედაქალაქში ხართ თუ ახლა საქალაქში? თბილისში ვარ. სად იმყოფებით? სახლში ხართ, გარეთ ხართ? რასაკეთებთ? მაღაზიაში ვარ. მაღაზიაში ხარ, რას ყიდულობთ? რასკარი ბოსნეული. ბოსნეული. სასარგებლოა ბოსნეული. ბოსნეული იყიდეთ, შეგიძლიათ იყიდოთ ბოსნეულიც, იყიდოთ შეგიძლიათ ღვინოს. ბევრი იყიდოთ, არა, წამიც მე კარ. არა, ბოსნეული ვინა ეხლა ჩვენ ღვინო შეგიძლიათ იყიდოთ. კი, ერთი რამე. სახში რომ მიხვალთ ჩააციოთ და ჩვენი სადაზეო დალიოთ. აუცილებლად. აუცილებლად უნდა დალიოთ რაზე? აი, იცი რატო უნდა დალიოთ? არა, ისედაც რომ დალიოთ, ეხლა ვიბირამე, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგ ამბავზე გირეკავთ, უნდა დალიოთ აუცილებლად, სადღიგზელოთ ჩვენი მეგობრო. თქვენ რითი მოძრაობთ, ბატონო ალექსანდრე? რითი მოძრაობთ ავტობუსით ჯერჯერობით. რა ნომერი ავტობუსით მოძრაობთ? ნუ, ყველა ნომერი. რა ფერია, რა ფერი? ძვანით. 8 მეტრიანები როა? დიდი გრძელი ავტობუსები როა. როგორ? 8 მეტრიანი ავტობუსები როა? და ეხა ეს პროდუქტი ხო, სახში ხო, ავტობუსი. ეს ამიტომ მოძრაობ. თუ იქნებ ღვინის მაღალკეთში. მოკლედ, დამთავრდა თქვენი წვალება, ბატონო ალექსანდრე. პროდუქტების წრევა ავტობუსით, ხელით და ასე შემდეგ. იმიტომ რომ თქვენ დღეის შემდეგ შეგიძლიათ საკუთარი ავტომობილით ალფა რომეოს ყევიო თეატროთ, აბა! დავი, გილოცავთ. ალექსანდრე, ალო, ხო, ბესმის. გაგიხარდათ? ხო. ავტომობილი მოიგეთ. რა ავტომობილი? ალფა რომეოს ყევიო. რომელი? ალფა რომეო სტელვიო, ალფა რომეო. ალფა რომეო სტელვიო. ესი ხუმრობა არ არის? არა, არა. ხუმრობა ნეტა ეგრე მეხუმრებოდნენ მე დღეს სამჯერი, მე მეკიდა. ბატონო ალექსანდრე, თეთრი ფერის არის სრულიად ახალი ავტომობილი და სოფლიოს ჩემპიონატზე ვის გულშემატკივრო თუ ყავთ ეგეთი გუნდი, გითხარით. არგენტინას. ო, რა გენაღლებათ, მესივით მანქანა რა მოკლედ რა. იტალია არ არის, მაგრამ ნუ რა უყოთ ეხა. მოკლედ გილოცავთ, პატიცემლო, აბა ეგ ბოსნეული წადი პირდაპირ რესტორანში დაურეკე, შენ რაღაცებს იქეიფე და მე დიре ბოსნეული. როგორ შეგიძლია დაგება მე? დაკავშირდებიან და როგორ შეგიძლიათ და მართვის მოწყობა ხო გაქვთ? როგორ? მართვის მოწყობა გააქვთ? არა, დარება ჯერ არა. ვისწავლით, ყველაფერს ვისწავლით, არ არის პრობლემა. აი, მოკლედ ეგრეა რა, გააქ, არა გააქ, არ გვაინტერესებს თქვენი ეს მანქანა. კარგად, ზანდებოდეთ, დაგირეკავენ, გადმოგცემენ მანქანას, ვინმე წამოიყვანეთ მართვის მოწყობით, ვინ წაიყვანს თქვენთან ერთად თქვენ მანქანას. ისაბერტი დედა. კარგად ზანდებოდეთ. მადლობა. გილოცავთ. გაუმარჯოს ბოსნეულს, წავედი, დავაე. ისაბერტის არაჩვეულებრივი საჩუქარი თქვენ. კარგად. მადლობა, კარგად. კარგმა კაცმა არება, მოიგო. ჯერ არ ვიცი. ჯერ არ ვიცი, ნახე უკვე როგორ ისიყო, რომ ჯერ არ ვიციო, ჩვენიერი. გამიხარდა, კარგმა კაცმა მოიგო, გაუხარდა, რაც თავარია და წავედით მოკლედ, დავიშალეთ. 4 დღეში კვლავ შევხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის, კარგად იყავით. აბა და აბა. სოფლიო ჩემპიონი კრისტალბეტზე. დააგროვე გათამაშების ბილეთები დეპოზიტით და სპორტზე დადებული ფსონებით. და მოიგე 10 ავტომობილიდან ერთ-ერთი. კრისტალბეთი, მუდამ ნომერი პირველი.